თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. პროკურატურა პოლიტიკოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. ჯაფარიძის განცხადებით შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს. თემას ჩვენი ჟურნალისტი მაკა ლაშხია განაგრძობს. მაკა, როგორც ვიცით, სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. ლაშა, სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება. წუთზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა ზურაბ ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში და უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლო განხილვა. როგორც უკვე იცით, მას ედავებიან კომისიის კანონიერი მოთხოვნის გამოუცხადებლობას და შესაბამისად ამ საქმეზე მას შეფარდებული ჰქონდა გირაო 20,000 ლარის ოდენობით, რაც მან არ გადაიხადა და მას ჰქონდა ამ დროის განმავლობაში მიზანმიმართული გაცხადებული პოზიცია, რომ ის არ აღიარებდა კომისიის ლეგიტიმურობას და შესაბამისად ამ მიზეზით ის არ აპირებდა და აღნიშნული გირაოს გადახდა. შესაბამისად დღეს უკვე როცა სასამართლო პროცესი უკვე დღეს იმართება და მას გასულია გირაოს გადახდის ვადა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და მიმართავს თუ არა პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ეს ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება მანამდე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პოზიციას, მას აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ სხდომაზე მას დააკავებენ. მისი უფლებადამცველები კი სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ და პირველ რიგში ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ზურაბ ჯაფარიძის მიერ დაკისრებული გირაო და ამის არგუმენტად მათ მოყავთ ის, რომ ზურაბ რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა, თუმცა ყველა შემთხვევაში ის უკან დაბრუნდა და შესაბამისად მიმალვის საფრთხე აღარ არსებობს. ასევე ისინი მოითხოვენ, რომ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ აღნიშნული მუხლი უკვე აღნიშნული მუხლი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდაღოვანთა კოდექსში და შესაბამისად ეს მუხლი არის ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის საქმე და ამ მოტივით მიმართავენ, რომ შუამდგომლობით მიმართავენ უფლებადამცველები და ამის შემდეგ ისინი აპირებენ, რომ კიდევ ერთხელ მოითხოვენ საგამოძიებო კომისიის წევრების გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში. რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, როგორც უკვე იცით, ნაწილმა გირაო უკვე გადაიხადა, ნაწილი კი გირაოს გადახდას არ აპირებს და სწორედ ერთ-ერთი ესეთი არის ნიკა გვარამია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ის ასევე ესწრება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესს. ჩვენ ასევე აქ შევნიშნეთ გიგი უგულავა, რომელსაც სხვა საქმეზე საკუთარი პროცესი აქვს და იქ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ლიდერებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით ისინი ჩვენ არ დაგვინახავს. ვის საფუძველზე უნდა დავტოვო ტერიტორია? დარბაზში შესაბამისი მე ხარ დარბაზში ვარ? ეზოში რჩები. ხო და ის რაოდენობა უკვე შესული არის. ეზოში რჩები და ეზოში ვერ შეგიშვათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რომელი უსაფრთხოებიდან? მე წარმოვადგენ საშიშროებას ახლა აქ. არ გიშვით ქალბატონო, მარტო თქვენ კი არა, სხვასაც არ გიშვით. კარგით გამოვძალ. არა, ქენი სახლი არა, ნინო პიდანშვილმა ნებართვა იყოს ახლა. უმეჭიდები ადამიან რა ხსევა. თქვენ ხო ვიცი რომ არა? ვიცები არა სანთარგი ძალიან მაინტერესებს. თქვენი სახლი არა, ნებართვა უნდა ავიღოთ აქ შემოსვლა. ზალი ძაბავენ, არაფერი დასაძაბი არ არის. აქ ჩაოლებრივი ამბავია, რომ ადამიანები შემოდიან, ადამიანები დგანან ეზოში, ადამიანები დგანან კორიდორებში, არავის არ აუგზავია სასამართლოს ეზოში დგომა, არც სასამართლოს კორიდორში დგომა. და ის პასუხი, რომ დარბაზში მეტი ადგილი არ არის და ეზოში არ შემოგიშვებ, აი ჩვენი სიგიჟე კანონს არ ღვევენ. აი ეს ფორმიანი ხალხი, რომელიც კანონს უნდა იცოდეს, ჩვენ თვალწინ არ ღვევენ კანონს. ნუ დამაპატიმრებენ მაღალი ალბათობით. ეს ეხლა რაც ხდება, ეგეც ხო მაღაზე მიანიშებს საუბრობ და დამიჭერე. ეს ზალადობა შობს მხოლოდ და მხოლოდ იმ ხელა სიძულვს, რომელიც მას, მის ოჯახებს და ყველას გადაუვლის როგორც საშინელი ზღრუბელი. აი ეს უნდა გააცნობიეროს თითოეულმა ადამიანმა, რომელიც აი ამ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალადობს ადამიანებს და უკანონოდ აკავებს. დანარჩენი ყველა პროცესი არის უკანონო. ბრალდების მხარე მიხვდეს და გაანალიზოს, რომ იმყოფება საკმაოდ მძიმე და ცუდ მდგომარეობაში და არ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის შეცვლაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩება აღნიშნული განჩინება აღუსრულებლად, ნიშნავს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ბრალდების მხარეს გაუკეთებია, როდესაც გირაო არ გადაუხდია ადამიანს, ძალიან ბევრ ბრალდებულს. მძიმე მდგომარეობას გულისხმობ ის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმეზე პოლიტიკური კომისიის ნაწილში არის მძიმე ქვეყნის საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით და ასევე სამართლიანობის კუთხით. ზურაბ შემთხვევაში ორჯერ წავიდა და წამოვიდა საზღვარგარეთ. შესაბამისად მიმალვის საფრთხის დადასტურება არის სრული სიგიჟე. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ახალი გარემოება, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს გირაო.
როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე კადრშიც იხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში არის სამართალდამცავების მობილიზება. ჩაკეტილია გვერდი და ჭიშკარი, საიდანაც მოქალაქეები სარგებლობენ, ასევე მთავარ შესასვლელთან დგანან სამართალდამცავები და ხდება კონტროლი, ვინ შემოვიდეს სასამართლო ტერიტორიაზე. ჩვენ ჩავწერეთ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაბამის გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე იყო აქცია დაანონსებული, ისინი შეიკრიბნენ აქ, რომ დაამყარონ წესრიგი, გამომდინარე იქიდან, რომ არ შეეშალოს ხელის ხდომის მიმდინარეობას. მობილიზებულია პოლიცია უსაფრთხოების მიზნით, ვინაიდან სხვადასხვა პროცესებია ჩანიშნული და მათ შორის გარკვეული აქციის მონაწილეები არიან. ბოლო პერიოდში ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც გარკვეული სახის შეკრება, ხორციელდება აქციის მონაწილეების, სულ ყველგან არის პოლიცია და არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობით საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ადმინისტრაცია ვის შეუშვებს, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვის შეუშვებს და ვის არ შეუშვებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. განსაკუთრებული შემთხვევა დაადგინა აქციის მონაწილეებმა. აქცია მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე განსაკუთრებული შემთხვევა, თუ ვის ეზღუდება შემოსვლა. აქცია გამოაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს აქცია და მიმდინარეობს. ეხა ვერ ხედავთ აქცია როა? დიახ, როგორც უკვე გითხარით, სასამართლოს ხდომა ჯერჯერობით კვლავ არ დაწყებულა და ჩვენ ველოდებით ხდომის დაწყებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და დააყენებს თუ არა სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების გირაოს პატიმრობით შეცვლით საკითხს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მადლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში მაკალაშხია საუბრობდა.